რამდენიმე საათის განმავლობაში ზუგდიდის ერთ-ერთი ცენტრალური ქუჩა სამართალდამცველებს გადაკეტილი ჰქონდათ. პროკურატურის შენობის წინ მათ ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალურმა ჯგუფმა ბომბის უვნებელყოფა რამდენიმე წუთში შეძლო. კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტმა კი უკვე დააკავა პირი, რომელმაც პროკურატურის შენობასთან ასაფეთქებელი მოწყობილობა განათავსა. თემაზე ნათია ტრაპაიძე მუშაობს. ნათია, რა სახის ბომბი იყო ეს და ვინ არის ბრალდებული? ყველა ეს დეტალი გამოძიების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი, თუმცა ამ დროისთვის წინასწარი ინფორმაციით სავარაუდოდ ქალაქ ზუგდიდის პროკურატურასთან იყო თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა მიტანილი, მის შემცველობას, ტიპს და ზომას უკვე ექსპერტები შეისწავლიან, საქმეზე უკვე დანიშნულია ექსპერტიზა. ცოტა ხნის წინ ამ საქმესთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომაც, რომელშიც ნათქვამია, რომ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მიერ დაკავებულია პიროვნება, რომელიც რუსების მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან გადმოვიდა და გადმოიტანა ქალაქ ზუგდიდში ასაფეთქებელი ნივთიერება. ასაფეთქებელი ნივთიერება ამოღებულია და გაუნებელყოფილია შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერაციების ცენტრის განაღმის სამმართველოს მიერ. ეს არის ამ დროისთვის არსებული ოფიციალური ინფორმაცია. ზუგდიდში პროკურატურის მიმდებარე ტერიტორია სამართალდამცველებს, როგორც თქვენ უკვე აღნიშნეთ, დღესდილით რამდენიმე საათით ჰქონდათ გადაკეტილი. თვითმხილველები ამბობენ, რომლებიც იმ მომენტში იქ იმყოფებოდნენ, რომ პროკურატურის შესასვლელ კართან ასაფეთქებელი ნივთიერება უცნობს შავი ხელჩათით ჰქონდა მიტანილი. ამდენად რომ მოვედი სამსახურში, ვთქვით რომ პროკურატურა არის ჩვენ წარმოსაწარმოს გვერდით და უკვე შემოფარგლული ჰქონდა პოლიციას ტერიტორია და ასე გავიგე რომ იყო ნაღმი დადებული პროკურატურის სიახლოვეს, ჭეშკართან, ალაყაბთან ახლოს და მის შემდეგ მოვიდნენ გამნაღვლები და ეს ყველაფერი გაანეტრა. პროკურატურასთან იყო ნაღმი დადებული, რომელიც იყო შავ პარკში, ალბათ ცოტა აფეთქების ხმაც იყო. შემდეგ გამნახველებმა თავის სამუშაოები ჩაატარეს, ნაღმი განაღმულია და ყველაფერი მთავარი ის არის, რომ არავინ არ დაშავებულა. ეს დაკავებულია, უცბად დააკავეს. ეს სადაურია რა იცი? ახლა ზუსტად მე არ ვიცი სადაურია, მაგრამ ამბობენ, ხალხი ამბობს გალის რაიონიდან არის დაკავებულის ვინაობა სავარაუდოდ დღის ბოლომდე გახდება ცნობილი. საქმეზე გამოძიებას კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი აწარმოებს და სხვა დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.